მოგესალმებით. გამარჯობა, მოკლედ ხალხო. ვაგრძელებ Mountain Blade-ს კუბლაის ისტორიას და როგორც ხედავთ, უკვე აქეთ ვარ. არა ხო ვაპირებ, რომ კუზაიტებს შევუერთდე, მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვაჯერჯებთ ბანდიტებს ხოცავ. კლაის ლეველი საკაჩვას ვცდილობ. როგორც კლაის ლეველი ავა იმ დონეზე, რომ ხანი თვითონ მომიწოს, მოკლედ წინაზე ხო გითხარით, რამდენიმე იდეა მაქვს მეთქი განვითარების. ხო და ახლა კარჩე ეგეთი იდეა ყველაზე მეტად გამიმძაფრდა. რომ მეთქი საუკეთესო ვარიანტი არის, რომ თვითონ ხანმა მომიწვიოს, ნელ-ნელა დავაგრო რეპუტაცია, ძალაუფლება და მე ეტაპობრივად გავაკეთო ყველაფერი რა, ეტაპობრივად მოვიდე ხანის სტატუსით. Totally. 26 медали. ჩემი სიმღერა ამზე მომხალხმა, ამზე სამშობა. როსამღერიბა შორიდან მათაბობს ჩემი ბავშვობა. როსამღერიბა მე ჩემს მომავალ სიბერეს ხედა. დაუკითხავად გულში შემოდის ფარული სეროდა. ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანავა, გული გაუპოს დანავა. ახლა რა ქვია, თორმეტ წეგან მიკროფონს პატარა ის ხონია, ახლა მოვაგვარა ეგ პრობლემაც. კაი, მოკლედ რა ხდება რა, ძალიან მარტივად რო ახსნათ, ესენი დავამარცხე, ახლა კიდე ასეთი ბევრი ბრძოლა იქნება, ეს ეპიზოდები დახუნცვლილი იქნება ბრძოლებით რა. პირველი 3 ეპიზოდი, ეს უკვე მეორე ეპიზოდია, იქნება აუცილებლად ბრძოლებით დახუნცვლილი და იქნება უამრავი ბრძოლა. იმიტომ რომ სხვა გზა არა, კლაის ლეველი დავკაჩო, აქ პლუს ესენი დავაპგრეიდო, მოკლედ ბრძოლები, სამ კლანი არავა იმ დონეზე, რომ ხანმა, წარმოიდგინე რა ის მაქვს, რომ ხანმა თვითონ უნდა მთხოვოს, რომ შევუერთდე, თორე ისე არ შევუერთდები. აი ეს უნდა იმოქმედო რა, ისე უნდა გააკეთო, რომ შენ კი არ მიხვიდე, თვითონ უნდა მოვიდნენ და გთხოვო. მე ამ ლოგიკას მივყვები ყოველ შემთხვევაში რა, და ნახოთ ერთი რამდენად გავგვაწესით, უნდა გამოვიდეს. როცა ძალიან გავძლიერდები, ხან თვითონ მომიწევს და როცა თვითონ მომიწევს, პირდაპირ ლორდის სტატუსით იმას ვიზა. ხო მივხვდით და ეგრევე всё და მოგვარებული იქნება ყველანაირი პრობლემა რა. ახლა ამასაც შევებრძოლები და უპრობლემოთ. ამასაც დავამარცხებ. მე კიდევ ასეთი რამდენიმე ბანდიტების წინააღმდეგ კამპანია და წესით მანამ მომიწევს ხანმა. ნუ სულ ახლა 20 ბრძოლის შეკრება შემიძლია როგორც მახსოვს. ხო და რა ქვია, მოგვიანებით, როცა მეტი შემეძლება, ერთი 100 კაცამდე მინდა რომ ავიყვანო რა კლანი და ნახოთ რა. რაც უფრო მალე მომიწევს, მით უკეთესი ჩემთვისაც, მისთვისაც და რა ვიცი, მთელი კუზაიტთა იმპერიისთვისაც და მომავალი მონღოლთა იმპერიისთვისაც. всё, ესეც დამთავრდა, მეტი აღარაფერი, ანუ ძალიან მარტივი ბრძოლებია ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ამიტომაც ახლა კავალერია მყავს წინა ეპიზოდი რთული იყო, იმიტომ რომ მარტო მიწევდა თითქმის დახოცვა და თან ქვეითები მყავდა ძირითადად. ახლა კავალერი უბრალოდ გადავუვლი და მორჩა, პლუს რა ქვია, სკაუტინგის უნარები მაქვს, აქაჩული მისთვის რომ სწრაფად ვიმოქმედო და ახლა კომპანიონები მჭირდება. თუმცა ნუ ასე მარტივად რჩევი არა, მჭირდება ერთი სკაუტი, ერთი ლორდი, მოკლედ აი ძალიან ბევრი კომპანიონი მჭირდება. მათ შორის ძირითადად მებრძოლები, რომელსაც ჯარში სხვადასხვას ჩავაბარებ. ხო, ახლა აქ რატომ მოვედი მაგას სპეციფიკში ისაც მიხვდებოდით. პლუს მინდა რომ ტურნირებშიც მივიღო მონაწილეობა, კომპანიონებიც მჭირდება. მოკლედ ძალიან რთული რაღაცებია რა. და პლუს მინდა რომ შევუერთდე კუზაიტებს, ოღონდ მინდა რომ თვითონ მომიწვიონ რა და თუ თვითონ არ მომიწვიეს, ბოლოს ეხა მართლა თუ ხანმა თვითონ არ მომიწვია, ჯერჯერობით არ ვაპირებ შესვლას, მაგრამ შეიძლება მართლა შევუერთდე, იმიტომ რომ აი რატომ ყაცა ეგრე მგონია რა, რომ შეერთება არა ცუდი აზრი. იმიტომ ახლა დამოუკიდებლად ძალიან დიდი შრომა მომიწევს რა. და ამიტომ უბრალოდ ჯერჯერობით ტურნირებს მოვიგებ, კლანის იმას ავკაჩავ და თუ თვითონ არ მომწვია კლანის იმან მერე, მაშინ მე თვითონ შევუერთდები, სხვა გზა არა. იმიტომ თან კუზაიტების ჯარით მინდა რომ ავკაჩო, თორე ხა ისე არ იქნება რა, ეს კუბლაი მინდა რომ ცოტა ისეთი პერსონაჟი იყოს რა, პატრიოტი და კუზაიტური არმიით დაიწყოს ყველაფერი. მოგეთ ხომ მიხდით რა. კაი, ახლა უყურეთ ბრძოლებს.
Andrei,
ხო, მოკლედ კომპანიონები ჯერ ვერ ავარჩიე, იმიტომ რომ ძლიერი კომპანიონები მჭირდება სხვა იმისათვის პროფესიონალები, რაც ახლანდელი ფინანსური ბიუჯეტით არ გამოდის. და მაგასაც აუცილებლად მივხედავ, მაგრამ სანამ მაგას მივხედავ, უნდა მოვიგო ბევრი ბრძოლა, ავაგრო 4 რომ ეს ლუთი გავყიდო, მოკლედ არა ასე მარტივი რა, წესჭედლობა კი მინდა, მაგრამ ასე მარტივადაც არა საქმე. თან ფიქრობ მართლა გავაკეთო თუ არა, იქ ჭედლობის ამბავზეც ფიქრობ რა, არ ვარ დასწრებული ბოლომდე კი ბევრ ფულს ვიშოვე ჭედლობით, მაგრამ თავისი უკუქმდება ის საქმე, არ უხდება ამ პერსონაჟს ჭედლობა რა, ყუბლაი საქვეყნო ცნობილი გენერალი რომ ჭედელია, არ უხდება ძალიან რა. ხო და ამაზე ვფიქრობ რა, თქვენ დამიწერეთ კომენტარებში, გავაკეთო თუ არა, იმიტომ რომ მაგის გარშე ჩემი ძლება ჩულობა დავქაჩო რა, პერსონაჟი ჯესეთი ჯამაგირით,ას მე ლუთის გაყიდვით. ანუ შეიძლება რა, მაგის პერსონაჟს ძალიან ბევრი ფული ქონდეს. არა საჭირო მაგის ჭედლობა და მაგასთან დაკავშირებით დამიწერეთ რა ვქნა რა. მოკლედ, კიდევ მოვიგე. მე მგონი კარგად მიდის რა ყველაფერი. სკილების განვავითარე, ახალი ისინი გავხსენი. წესით ყველაფერი კარგად მიდიოდეს. თან მებრძოლები საკმაოდ კარგი მყავს, კიდე აიქაჩებიან. ხო და რავი, რატო არ მიწოს ის ხან ჯერ არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ჯერის რაოდენობა არ მყოფის რა, ყველაზე მეტად აიგა. კი ეხა კლანის ლეველიც არა მაღალი, მაგრამ ჩემი აზრით მაგას არც ისე დიდი მნიშვნელობა უნდა ქონდეს რა. კლანის ლეველი უნდა ავქაჩო, ეგ აუცილებელია, მაგრამ ვფიქრობ მეტი ჯარი მჭირდება, მაგრამ ნახე მეტი ჯარისკაცი რომ მყავდეს და გავმაგსო, ფულია საჭირო მეტი. ხო და 1564 გოლდი რაში მეყოფა არ ვიცი. რაშიც მყოფნის ესაა და ესეც ძალიან ისე რა, აქ მოიცა 20% ეკონომიკა 5. კაი, მოკლედ აქ ისეც უკვე გასაგები რომელიც ჯობია. ნუ ჩემთვის რა, იმიტომ ახ კუზაიტები იმით რომ თამაშობდი იმაში სხვა, მაგრამ კუზაიტებით ეს მგონი უკეთესია რა. კაი, მოკლედ იმას შემეხა ამასაც ყველაფერს ავქაჩავ, რაღაცებს დავაყენებ და დავბრუნდები რა. всё, გამოვიჭირე კიდე ერთი ლუთერების რაზმი, ამათაზე გავამბობ. რაოდენობის რაზმი კი აქვს, მაგრამ ჩაობად გადავუვლი რა. აი, უპრობლემოდ ისეთ კავალერია იმყავს ახლა, რომ წესით აი უპრობლემოდ გადავული, დაჟე ქვეითების დახმარებაც არ დამჭირდება. მოკლედ რა, რაღაც ძალიან მარტივად ვიმარჯვებ ზედმეტად, ხო და ვფიქრობ ამე ხო არ გავართულო.
ან უკვე უნდა დავიწყო და ვფიქრობ დაქრებულ რაზმადაც შევუერთე, მაგრამ დაქრებულ რაზმმა კი ფულს მომიტანს, მაგრამ არც ისე ბევრს მომიტანს და არ მაწყობს რა. მე ჩვენე თვითონ მომიწვიონ, თვითონ ხანმა რა ქვია გამომიზაოს დესპანი, რომ აი ხანს უნდა თქვენი ლორდად აყვანო და აი მე დავფიქრდები რა ახლა როგორ ღირს დავწონი და მე მივიღებ გადაწყვეტილებას. რავი, მოკლედ აღჭურვილობა გავაუმჯობესე, ესენით დავხოცე. მგონი რა კარგად მის ყველაფერი რა, ანუ მარცხი არ მქონია, დაუმარცხებელი კუბლაი ის აქაც დაუმარცხებელია. ისე დარწმუნებული ვარ ბერმა თქვენგანმა ვინც პირველი ეპიზოდი ნახა, საერთოდ არ იცის ვინაა კუბლაი. მარტო ანუ კუბლაის ისტორია რეალურად ძალიან მაგარია რა. იქ თავისი ჩინგის ხანის სხვა შორის კუბლაიმ დაჭრა. და კიდე ბევრი სხვა რამე მოხდა მან რა. კუბლაი ძალიან მაგარი ისტორიული პერსონა იყო, უბრალოდ მე დროთა განმავლობაში, როცა მონღოლეთის იმპერია დაიშალა, კუბლაის აღარ მიაქციეს ყურადღება რა. თორე აი ვინც კუბლაის ისტორია იცის, აი მიხვდება რა მაგარი პერსონაჟი იყო, წავედგინე ერთადერთი ადამიანი იყო, არა ეს და კიდე იყო ერთი, რა ქვია, რომელმაც ჩინგის ხანის დამარცხება შეძლო. ჩინგის ხანი იყო დაუმარცხებელი და ეს ორი ადამიანი იყო, რომელმაც ჩინგის ხანის სტრატეგიის დამარცხება შეძლო რა, მაგრამ ნუ ეგ მე დაიფარა ეგ და მაგას აღარ მიუქცევათ დიდი ყურადღება რა. ერთი იყო ვინც ჩინგის ხანი დაჭრა ისრით, მაგრამ ეგ იყო მე გენერალი გახდა ოღონდ ეგ მე და კუბლაი თავიდანვე იყო ერთ-ერთი ტომიდან, გუნგართა ტომიდან თუ არ მახსოვს რა ტომიდან იყო ახლა. მაგრამ მე მოგონი გავხსენე, მოგეთ იყო ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ტომიდან, რომელიც მონღოლეთში ყველაზე ძლიერი ტომი ესენი იყვნენ რა და კუბლა იყო ამ ტომიდან, ოღონდ ტომის ბედი ის არ ყოფილა, ანუ ტომის ბედი არ ყოფილა, მაგრამ აი მოგვიანებით ტომის მთავარი მხედართმთავარი გახდა და აი დროთა განმავლობაში მოუწია უკვე მონღოლებთან შეჯახება და ჩინგის ხანთანაც სხვა შორის და ჩინგის ხანის დაჭრა მოახერხა როგორცაც ცნობილი, მაგრამ მაგის დასტურებული ფაქტები ასე არ არსებობს, რომ ჩინგის ხანი დაჭრა და მასთან მიაღწია, მაგრამ იმის ფაქტები არსებობს, რომ მონღოლებთან, ანუ ჩინგის ხანის მონღოლებთან მოუწია ბრძოლა. თვითონაც მონღოლი იყო, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ტომიდან, ის კიდე ჩინგის ხანმა სხვა ტომები გააერთიანა და მოკლედ ამ შეჯახებისას, როცა კუბლაის და ჩინგის ხანის არმიები დაეჯახა, სხვა შორის კუბლაიმ შეძლო მეტწილად გამარჯვება, მაგრამ მე რა თქმა უნდა იქ ფრინავმა ცეცხლმა იმოქმედა, ანუ ფრინავ ცეცხლი ვინც არის ის იყო დენთი და ეს დენთი მონღოლებმა აიღეს ჩინეთიდან რა და ჩინეთის დაპყრობის მერე მონღოლებმა ხომ მიიღეს დენთი და ეს დენთი არ ქონდათ ამათ და მაგ გარდამტეხი უპირატესობა იქონია რა, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ძალიან კარგი პერსონაჟი იყო სხვა შორის. უბრალოდ მე დროთა განმავლობაში აღარ მიექცია იმდენ ყურადღება, იმიტომ რომ ჯერ ხო ჩინგის ხანთან იბრძოლა და მე ჩინგის ხანთან ერთად იბრძოდა, ანუ მე უკვე ერთ-ერთი გენერალი გახდა რა.
მაგრამ ეგ მაშინ როცა დამარცხდა, ანუ საბოლოო ჯამში დამარცხდა, ვერ შეძლო გამარჯვება, ოღონდ მათ ბევრი ფაქტორი იყო, რატომაც ვერ გაიმარჯვა, ერთ-ერთი იყო დენთის საკითხი, რაოდენობრივი უპირატესობა არ ქონდა, კუბლაის ქონდა ძალიან ბევრი მინუსი თავის ისტორიაში რა. მაგრამ იყო ძალიან კარგი სარდალი და ეგ დაამტკიცა ძალიან ბევრგან. მათ შორის მე როცა შეუერთა ჩინგისხანის არმიას, ერთ-ერთი მთავარი ნუკერთა რაზმი ებარა, ნუკეები იყვნენ მონღოლი მეომრები და სხვა კუბლაი ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთა რა, მაგრამ რატომღაც არაა ფართოდ ცნობილი და არ ვიცი რატო. ანუ ბევრი მონღოლი არაა მასე ფართოდ ცნობილი, მაგრამ კუბლაი იყო განსაკუთრებული იმათ შორისაც, იმიტომ რომ ჩინგისხანთან შეძლო ბრძოლა. მე კი შეუერთა ჩინგისხანს, მაგრამ ნუ ეხა ეგ სავალდებულო რაღაცა იყო რა. მასზე რო ყოფილიყო დამოკიდებული, даже შეიძლება დაემარცხებინაგეთ, სამწუხაროდ რა დონეზე ძლიერი იყო. მაგრამ ბევრი ფაქტორის გამო დამარცხდა. და აი დარწმუნებული ვარ, რომ მე სხვა შორის დაწერილიც არის, ანუ ჩინურ წყაროებში, ოღონდ მარტო ჩინურ წყაროებში არის დაწერილი მის შესახებ რაღაცები რა, ანუ კი მონღოლურ წყაროებშიც არის, მაგრამ ჩინურ წყაროებში წერია ბევრი რამე უფრო მის შესახებ რა. განსაკუთრებით ანუ მისი დღიურის მსგავსი მოგეთ მაშინ დღიურებს არავინ არ აწარმოებდა და კუბლაი მაგ მხრივაც გამორჩეული იყო, რომ ვიღაცა ტიპს ჩინელს მოუყვა მისი ისტორია, არ ვიცი რა ენაზე მოუყვა, მაგრამ ეგრეა ცნობილი, რომ მოუყვა მისი ისტორია, იმან მერე დაწერა ეს ისტორია, ხო და მერე რა ქვია ამ ისტორიის მერე ასლები კუბლაის ბრძანებით გააკეთეს. და მოგეთ რაღაცები იყო რა, ესე დანამდვილებით ყველა ფაქტი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან უწელს ეს პერსონაჟი თვითონ და მაგიტომაც გადავწყვიტე, რომ აქაც მყოლოდა ეს პერსონაჟი. ბევრ ქისა მასჭრა მარჯვენაცა და ფრანგული ფხიანიც უდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ ტრიანი ქისტებს აუსხამ ცხენები არ უნდა ისიც ფრთიანი გუმანა აქვთ გადაავლიონ არხოტის თავნი მთიანი გადაბერტყინონ ნალითა ქუჩი მთებისა სორიანი ეს რომ ალუდამ გაიგათობს დაუპირა ტალიო აისხა იარაღები გააფხავიდის ხმალი ოცისკრის ხანიან ტარს მიზდებს კრის შევარდენი ჩქარიო ზალებს კი ზინავთ თელზე ჯერ არ გაშლილად სხვარიო მალე შააგდო ალუდამ ქისტების ნავარს თვალიო მარჯვედვე წამა ეწია თურქმა გაიღო ჩქამიო ერთგულ კანტალა ღირველსა ცუდი დაუდგა წამიო ბრძოლა და ბრძოლა სანამ გამარჯვება ჩემამდე არ მოვა ხასიათი ასეთი მაგეთყობა რწმენა შრომა და ბრძოლა თუ რატო ვარ ასე კითხვა დაუსვიათ ჩემი გენეტიკა უკვე პასუხია ასეთი გენი ნეტა ვის ქონია ხო და ვქენი უწერე ჩემი ისტორია ჩემი იარაღი ჩემი ფესვებია გეტყვიან თვლი რომ თავად თოფი ვარ და ტყვია ხო რავი აი ბრონი გავამჯობესე რა ლუთი წოვით მაგას გავყიდი წესით ყველაფერი უკვე კარგად მიდის რა ხო და მოკლედ ამით ვასრულებ ამ ეპიზოდს და ვნახოთ რა შემდეგ ეპიზოდში რა მოხდება ჯერ კიდე არ გამიგზავნა ხანმა ეს ტიტული და მოწვევა მაგრამ მაგაცაც მოვაგვარებ რა შემდეგი ეპიზოდიდან იმედი მაქვს ეგ უკვე მექნება თამაში გარეთ სხვა შორის ვიდეოს გარეთ არ მითამაშია ჯერ მაგრამ ფიქრობ მაგის გაკეთებაც რომ მიწევს რომ ვიდეოში მე ცოტა უფრო მოძლიერებული გაგხვდეთ ახლა კი გემშვიდობებით ნახვამდის